დღეს მე და ლუკა გავატარებთ 24 საათს კომუნისტების დროინდელ სამხედრო აეროდრომზე, რომელიც აქამდე მიტოვებული გვეგონა. მაგრამ ძალიან ვცდებოდით, რაცვა დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიას. გზად აღმოვაჩინეთ მიწისქვეშა ბუნკერები, კორპუსები, სადაც ძველად აქ მომუშავე პერსონალი ცხოვრობდა. მიწაში შერწყმული ანგარები და უზარმაზარი ჰერმეტული გარები, რომელიც ძველად ნელ საიდუმლოებებს ინახავდა. ხამე კი სუსტად ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ძმაკაცები და დავბრუნდით ისევ შირაქის აეროდრომზე. ეს არის დაპირებული ვიდეო 500 ლაიქზე. მალევე აიყვანეთ, რაც აი სიგიჟია, ყველას უღრმესი მადლობა და იმედი მაქვს ამ ვიდეოს უფრო მეტი შედეგი ექნება რა. გზას შეხვდა ხალხი და ერთი 4 ჭიქა დავარდა. დღეს მოვედით უკვე რომ კარგად ვნახოთ ეს ადგილი, ტერიტორია, შევისწავლოთ ბუნკერები, ყველაფერი ვნახოთ. მოვინახულებთ კორპუსებს, სადაც ხალხი ცხოვრობდა და მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი ვინც იყო. მოსულები ვართ ლუკას ბიარზით. გზა ისე არის შემორჩენილი, რომ შეგიძლიათ მაინც შემოხვდეთ. მოხვიდეთ რა, კი. ახლა მივიდივართ ასაფრენ ბილ딩ზე, მეგობრებო, წინაზე ღამე მოგვიწია გადაღება და ახლა განახებთ როგორი არის დილას. და რამხელა ასაფრენი ბილდინგია გაკეთებული რა. დაახლოებით როგორც ვიცი 2.2 კილომეტრია და ძალიან დიდია. ძალიან დიდია. ვისაც ყოველთვის გინდოდათ რომ ასაფრენ ბილდინგზე მანქანციარული, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ და კაია. ოცნება აისრულოთ მოკლედ რა. და შემდეგ უკვე ვნახავთ კორპუსებს, სადაც ხალხი ცხოვრობდა და ასევე ბუნკერებს, სადაც წინაზე არ ყოფილვართ რა. როგორც ვიცით, გითხრეს რომ დაცვები არიან, ჯერჯერობით კიდე იცავენ. იმედია რომ ან შეგვიშვებენ, ან ღია დაგხვდება. ერთი ბუნკერი ვნახეთ გზად, რომელიც ძალიან დიდი არ ჩანს, მაგრამ ესე ჩვენი პირველი ბუნკერი. ჩემი კარი. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მაინტერესებს როგორ მდგომარეობაში იყო აქაურობა პირვანდელი სახლი რა. მაგარი საშად გამოიყურება. 1979 წელიც მან. ხო. მან ცოტა შესასვლელია, ნახე. ოპა. ხო რა დაუ. ნახე აქ შპალერი კიდე შემორჩენილია. ხო. თარო დინდელი შპალერია შეხედე. თაროები იყო დიდი ალბათ აქ ვიღაცა იჭდა აკონტროლებდა რა, შეიძლება. ამას უყურეც მო. ესეც საცავი იყო. რა დანიშნულება ქონდა? თუ იმე ვიცით დაწერეთ კომენტარებში რა. ბიჭო, არ გამიგვირდება რომ ამის იქით კიდე კედლები იყოს რა. ძალიან რაღაცნაირი სუნია ნესტის. აქ არის ალბათ თუ რამე კვამლი იყო რაღაცა. წყალს რო ისმის რა. არა, ეგ მეეჭება იმ დროისთვის. ყველაფერი არის აბსოლუტურად მომპარული. არაფერი არ დატოვეს. ერთ-ერთი შპალერია დატოვებული, ხო? ძალიან მიწა შემოსასვლელია და ეს არის უეჭველი ოფისის ვარიანტი რა. რაღაცა პატარა საკითხი, რომელიც აკონტროლებდა ალბათ ხო შესასვლელს. და აქ ინახავდნენ რაღაც საცავი იყო. როდინდელი ბოთლია ნახე. ხო, ბანკებიც არის. და ფირს ხედავ, მოდი ნახე. ნახე. ფირი. ადრე ვიდეოს ფირები რო და ფოტოები შეიყო. ფოტოები ძველებული? არ ვიცი, ბრატ, ესე. დავათვალიეროთ, მოდი. წინეს დამიწერეთ, რომ არ შეიძლება ხელში რომ იღებ ამ ძველებურ რაღაცებს და ეს ნახე, რაღაცის დედაპლატა არის უეჭველი. კომპიუტერებიც ქონდა შეგად. შეიძლება გენერატორი ან რაღაცა იყო, რომ იცოდე. საინტერესო. მეგობრებო, ქიმერა იძახდა, რომ ძალიან პატარა ბუნკერია, ბუნკერიც არ არისო, რაღაცა იმ ხელა ბუნკერია და წარმოიდგინეთ, რამდენია დამავლი ესეთი. ხო, დაგვიწერეს კიდევაც, რომ რაც ზემოთ არისო, სამაგი კიდე ქვემოთ არის ბუნკერიო და ეგ წყარო საიდან აქვთ არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია რა, არა გამოვიცხული. ერთ-ერთი დიდი საცავია. იმედია ის არ დაკეტეს. იმასაც ნახავთ ეს. თან დავაკვირდი ნახე, ეს გვერდებზე შენიაზეთ რატო არის ეს? სწორად. დიდი ალბათობით აქ ბორბლებით რაღაც ჩაიტანეს. არა გამოვიცხული, რომ რაკეტები არ რაღაცა ეგ ჩაქონდათ. იქითაც არის დიდი ალბათობით 2 ცალი ბუნკერი, ეგ ბუნკერები ჩანს ძალიან დიდი. წეღან შეხვდნენ აქაური ხალხი მოკლეს და როგორც გითხრეს, არის დაახლოებით 25 კილომეტრის მიწისქვეშა გზა, რომელიც სადღაც რომელიღაც ქალაქში გადის. და ეგ თუ ამოვაჩინეთ,
ესენი არის ძალიან ხშირი აქ. აშკარად მიწის ქვეშიდან ამოდის და საჰაეროს ვარიანტი იქნება დიდი ალბათობით კი. ასევე ესეთი ჩაღრმავებები არის ძალიან ბევრი. არაა გამორიცხული, რომ აქ რაკეტა რაღაც ჩამოვარდნილიყო რა, არ ვიცი. საცავებთან ხო? გიგონება აი პატარა რაკეტარიო ჩამოგდებულიო. კი, წეღანაც ვნახეთ ეგეთი ბევრგან რა ორგან ვნახეთ ეგეთი ამოღრმავებები, ოღონდ საცავებთან უფრო. და ესეც მე მგონი ბუნკერია? აქაც რუსული წარწერები არის. ეს უბრალოდ ეს არ არის. საცავი იქნება, მაგრამ იქ რო ვენტილაცია და რაღაცა მიწის ქვეშ უეჭველი რაღაცა უნდა იყოს რა. ხო. აქ არაფერი არ ჩადის. ალბათ საცავი იყო რა. ალბათ რაღაც ნაკლებად მნიშვნელოვანი საცავი იყო და აქეთ უფრო კარგ დიდ საცავებს გავს. აი ნახე, რამხელა არის. იმაზე ალბათ ერთი სამაგა დიდი არის, ხო? წინაზე რო ვიყავით, ანუ ამხელა მართლა არ წარმოგვედგინა. იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე გვეგონა. უამრავი ადგილია აღმოსაჩენი და ყველგან არის რაღაც კორპუსების ნანგრევები, საცავები, მიწისქვეშა ჩასასვლელები და ასე შემდეგ. ვისაც წამოსვლა გინდათ აქ, ზაფხულში არ წამოხვიდეთ, იმიტომ რომ უამრავი გველი არის. გიურზებით არის აქ სავსე ზაფხულში. ხო. იქაც ჩასასვლელებია, ნახე. ბიჭო, აქ ესეთი უცნაური ბორცვი, რატოა? ნახე, კიბეებია ასასვლელი აქ. უეჭველი რაღაცა იყო. ამოღამებ? ხო, ხედავ. წეს თითქიდან აქ შესვლელი. ბიჭო, თითქოს არაფერი არა. ზემოდან ხო არაა ჩასვლელი ვაფშე. წამო კიბეები თუ აქ შეიძლება კონდეს მე. ძალიან საინტერესოა და ამ ადგილებში სადაც ესე მიწა არის დაყრილი, დიდი სოროები იქნება წესით გველების. და აქ ძალიან ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება მიწა ჩაინგრესო ყოველ წამს. ნახე, აქ არის კიბეები ამასასვლელი. და ისა შუაში არ მინდა ძმაო გავლა. ხო, კიბეებია. არ არის გამორიცხული, რომ მიწით არის დაფარული აქაურობა, ჩასვლელიც. აი ეგ თუ დააკვირდები რაღაცა მიწა არის ჩაყრილივით და ამუღამე, აი ჩაწეულივითაა ამ ადგილებში. აბა. ძალები ძალიან სულად გვიყაფენ და იმედია არ შევჭამ. აი, წავედით მოკლედ მანქანისკენ და გადავინაცვლებთ პირდაპირ ჩვენ სამხედრო კორპუსებში. როგორც აღმოჩნდა, მეგობრებო, დღემდე იცავენ ამ ადგილს, ადრე ბევრად მეტი იყვნენ და ახლა რამოდენმე არის დარჩენილი რადაცვა. ძალიან კაი ხალხია, ქართველი ხალხია და გვესიამოვნო ლაპარაკი და ახლა გადავინაცვლებთ კორპუსებისკენ და ნახავთ როგორ მდგომარეობაშია შემორჩენილი. და აი ზუსტად ახლა მოუახლოვდით იმ ადგილს, სადაც დაცვა იდგა და კორპუსებთან უშვებდა რა. აი აქ აკონტროლებდნენ. და უკვე იქით როგორც ხედავთ, არის ორი კორპუსი. როგორც გითხრეს, ადრე უფრო ბევრი კორპუსი იყო და მთლიანად ქალაქად იყო მოწყობილი და სამწუხაროა ამხელა ტერიტორია როა შემორჩენილი და ესე მოვლელი რა, ყველაფერი მოპარულია აბსოლუტურად. ზოგი დაშალეს, კორპუსები დაშალეს და სახლები გაიკეთეს თავიანთვის რა. ეგეთი ბევრი სახლი არის უკვე აქ აშენებული. უფრო აი მეცხოველეობას ვის მიყვება, ეგეთი ხალხია აქ შემორჩენილი და დღემდე მუშაობენ ძალიან მიზერულ თანხაზე რა. აი ვაკით ნახე ბიჭო. ძალიან ავარიული კორპუსია, მეგობრებო, ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ყოველ წამს შეიძლება რაღაც ჩაინგრეს რა. და უკვე ჩანგრეულიც არის. როგორც ხედავთ აქ, ჩვეულებრივი ოთახები იყო, ხალხი ცხოვრობდა, უბრალოდ ყველაფერი გაძარცვულია და ამოჭრილია მთელი ბეტონები ხო. განადგურებულია ხო. იქ ანალოგიური იგივე კორპუსი არის. ზუსტად ერთ-ერთში წამოეხა ზემოთავიეთ. ძალიან საშია მეგობრებო და რავი გირჩევთ თქვენ არ გაიმეოროთ. ხო. ნებისმიერი ბზარი შეიძლება უცებ ნანგრევებად იქცეს ასე რომ ძალიან ვიფრთხილოთ რა. აუ. ნახე როდინდელი მატრასები არის და გადასაფარებელი. მეფე დედოფალი პლუს ჯუნგლები ჩაზნექილი არის კონკრეტულად მან სადაც გიხარ რო იცოდე. ხო და გამოდი კიჩო. აი აქ სპალერია დარჩენილი და აშკარად ვიღაცა უსაფკარო ცხოვრობდა კიდევაც. დიდი ალბათობით ეგ არის ხო? წამოიქნებ ყველაზე მაღალ სართულზე შევძლოთ ასვლა რა. ზუსტად ერთ-ერთი აი ვარკეთებში როგორც კორპუსებში ცხოვრობთ, ისეთი კორპუსებია ზუსტად აქ. ძირს ისიც არის ნახე, მეტლახი. შემორჩენილი კიდე. ვაიმე აქ რამხილაზეა ჩამოგრეული ბიჭო. ზემოდან წვითოს წყალი. ერთი გავახენოთ აქეთ. აი იქით არის მეორე კორპუსი. და აქ არის აივანი. საკმაოდ ან ძალიან მყარი ნაგებობა არის. უბრალოდ ის ჩამოგრეულები მგონია რომ ადამიანის ამოქმედარია. აქაც ჩანგრეულია ფრთხილად იყავი. ადრე კორპუსებსაც აშენებდნენ ისეთები. დღევანდელ პერიოდში აღარ შენდება რა. ნახე როდინდელი კაბელი. იქნებ რამე საინტერესო ვიპოვოთ. ესეც ბოლო სართულზე ამოვედით. აქაც ჩამყალია.
და ჩვეულებრივი корпуსებია, ჩვენ დროს 9 სართულიანები რო იყო, просто 5 სართულიანია ეს როგორც მახსოვს. ო, საშია ბიჭო, მაინც. საშია. იმიტომ რომ ნახე, ჩანგრეული არის აქ. ხო. ეგ არის დიდი ალბათობით იქაც იგივე იქნება მეორე корпуსში. ეხლა ბუნკერების ძიებაში ვიქნებით, რომ მაქსიმალურად ყველა ბუნკერი დავუთვალოთ, რაც არის რა, რაც მიგვიწვდება ხელი. ძალიან საინტერესოა. ერთ დროს აქ ხალხი რო ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ახლა უბრალოდ ნანგრევებად არის ყველაფერი ქცეული. უბრალოდ წარმოიდგინოთ ხო, ანუ თქვენ корпуსი უბრალოდ აი მიტოვებული, ეგეთი ვარიანტია რა. კარგად წარმოიდგინეთ აქ. ნახე იქ წარმოიდგინე. ცარცი წერია რაღაცეები. და ეხა აღარ არის ეს ადგილი. მართლა ბიჭო, მანდ ხო ვიღაცა იდგებოდა ო, ვიღაცა იდგა ადრე და ცარცი დაწერა რაღაცები. ეხა განადგურებულია მთლიანად. და ნელა კედლები ილყვება რა. ამიტომაც ნებისმიერ დროს შეიძლება რომელიმე ადგილი ჩამოინგრეს. აქ არის ერთი ადგილი გასასვლელი. აქ არის ქვემოთ ეგრეთ წოდებულ პადვალში ჩასასვლელი სარდაფში. აქაც რა თქმა უნდა ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ზემოდან როგორც ხედავთ რაღაცეები შეიძლება ჩამოვარდეს. ნახე. აუ აქ რა სიძახი. ახლა წავალთ და ბუნკერებსაც დავუთვალიერებთ. მაინტერესებს როგორი იქნება. მოვედით მეგობრებო ძეგლთან. ეს არის ჩკალოვის ძეგლი. ძალიან კარგად იყო გაკეთებული რეალურად, მაგრამ სამწუხაროდ ჩამოინგრა სახე აღარ აქვს რა. ხო, აი ფოტოს თუ ვიპოვით, ჩავსვათ როგორი იყო პირვანდელი სახე რა. ესეთი სამხედრო ფორმაცია. ძეგლთან ახლოს არის ესეთი შენობა. ეს წესი იყო სადისპეჩერო. პერიმეტრს აკონტროლებდნენ რა, როგორც ვიცი, სადისპეჩეროდან და უყურეთ აქ ჩამონგრეულია დიდი ალბათობით აივანი იქნებოდა. გამოხედვის ვარიანტში კარგი ის არის რა. ხო, აქაც წვეთავს და ეკლებიანი მცენარეებია, ამიტომაც ხილად უნდა შევიდეთ აქედან. ნანგრევებად არის ყველაფერი ქცეული და მეორე სართულზე ასასვლელი არ უჩანს. სანამ იქნებოდა გარეთ აკიბე, ხო? მოკლედ ძალიან დიდი ადგილია და ყველაფერს ჰქონდა თავის ფუნქცია რა. კი. იქნებ შევძლოთ და მაღლა ავიდეთ, მაგრამ მაღლაც არაფერი არ არის სანახავი რა, იგივეა როგორც ქვემოთ. აი აქედან არის შესასვლელი. ხილად ყავი უკა. მოსხედოთ ესეთ ნაგებობა. მეორე სართულზე ასასვლელი შიგნიდან არა აქვს რა ფიზიკურად. 100% გარედან უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მიღრეჭოსავით იქნებოდა აქ და არაფერი აბსოლუტურად. ნელა მზე ჩადის დაღამდება მალე და უნდა მოვასწროთ ყველაფერი. თუ არა და ეგეც არ იქნება პრობლემა, უბრალოდ ღამე გაგვიჭირდება გაკვლევა გზის ხო, რა. ბევრი ადგილის პოვნა. აი იქით არის ეს ადგილი, სადაც ბუნკერს ვიხილავთ. მოვედით მეგობრებო, შემდეგ ლოკაციაზე, როგორც ხედავთ, აქ ერთ ტერიტორიაზე არის გაშენებული უამრავი შენობა. იქ როგორც ვიცი, სასადილო იყო. სკოტშორის გავს ხო? სხვადასხვა შენობებია რა. წესით აქეთ უნდა იყოს. ასევე ბუნკერი და მაგ ბუნკერსაც იმედია ვიპოვეთ და ნახავთ. საქართველოში კიდევ თუ იცით მსგავს საინტერესო ადგილები, დაგვიწერეთ კომენტარებში და აბსოლუტურად ყველა ადგილს შევეცდებით რომ ნახოთ. 2 კილომეტრი ვიარეთ დაახლოებით, რომ აქამდე მოვსულიყავით იმ ანგარებიდან. ისეთი შენობები შეგხვდა წინა ვიდეოშიც და აი მრავალფეროვანი შენობების ტიპია რა. ყველგან შენობებია თითქმის. საკმაოდ ტალახიანი ნიადაგი დაგხვდა და ყველა ტალახი ფეხებზე გვიკრობა და ეგ არის გამაღიზიანებელი. აქ არის მავთულხლართები, ასევე ნელა ბიჭო აქ თავი არ გააქვს. ვაიმე, რო არ გეთქვა უნდა ხო, უსულიყო. მეც ვერ დავინახე და ბოლოს დავინახე. ასევე ძირს გდია და ფრთხილად იყავი იყურე ძირს. მოვუახლოვდით ისევ ამ ბუნკერს და აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და აი მოვედით. ოპა. ოპა. იაუ, ვაიმე. რამხელა ბეტონის კი არა და მეტალის კედელია. ამას უყურეთ სისქეში. შემოსასვლელი იყო კიდე უზარმაზარი კარი ეყინა წესით, რომელიც მოხსნილია და შეიძლება ესეც მოიპარეს. ეს ამხელას ალბათ ვერ წაიღებდნენ. საინტერესოა როგორი მექანიზმით იყო აქ აშენებული რა. აქ ალბათ მეორე გასასვლელია. ამ წამს ღამურა გაფრინდა. როგორც ხედავთ, აქ მეორე ასასვლელიც არის მეორე სართულზე რა. ვახ. იქაც რაღაცა ოთახია. საავარიო გასასვლელი ალბათ. აქ ტუალეტი იყო, დიდი ალბათობით. აქ ვიკა. ეს მილები რო დატოვეს, ესეც გასაკვირია, არ ვიცი. ესეც ტუალეტის მილებია. ხო, აქ წესი ტუალეტი უნდა ყოფილიყო რა. წამოგავუყოთ. წინაც რამხელა კარებია, მეგობრებო. უეჭველი დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი რა. რომ ესეთი სიგიჟეები გადავიღოთ.
ის მილები ბიჭო მაინც შემორჩენილი როა საღო. ალბათ ბიჭო ეს ადგილი იყო დაკეტილი. თორე ამას არავინ არ გააჩერებდა ბიჭო შეხედე რა ხელა ის არ მილები. ყველაფერს ჩააბარდნენ ჯვარში. ეს გაზის მილებია ნახე. გაზიც იყო აქ შემოყვანილი აშკარად. ხო მილები დატოვებულია. დარჩენი ყველაფერი გამქრალია აქეთ. ეს რა არის აქ? ეგ არის მოტორის როგორც ვიცი. მოტორის მავთული თუ რაც ქვია ზუსტად. გავუყვეთ ძალიან საინტერესოა და რავი ემოციებში ვარ რა. აქაც დიდი ალბათობით ალბათ ტუალეტი იქნებოდა ან აბაზანა ნახე? არა აბაზანა არა. ნახე დენისისენია აბაზანაში ეს არ იქნებოდა. დიდი ალბათობით გენერატორი ან საჰაერო ვენტილაცია, იმიტომ რომ ნახე რამდენი მილებია. მაღლა ნახე კიბეები ადის. ხო. რომელიც რთული იყო. რომელიც ახლა მოგრეულია. აუ ძალიან მაინტერესებს მაღლა რა იქნება და ნახე დაიხედე რაღაც მეორე სართულის ისაა გადმოსახედი. ხო, მეორე სართულია მაღლა. ეხლა ვერანაირად ვერ ავძრებით, თორე დიდი სიამოვნებით ავძრებოდით მაღლა. წარმოობა გავაქცევთ. წა. აქ დიდი ალბათობით გეცნობათ ეს რაღაცა. წეს თუ ნაყოფილიყო როგორც ლიფტის ოთახებში ახლა თუ გინახავთ. ცველები და რაღაც 1000 უცნაური ისინია რა მექანიზმები. აქაც მილები შემონახული. მაღლა თითქოს სარს გავს. თუ რაღაც გამონაწილებელია. უფრო დენის გამონაწილებელია, მაგრამ სარს გავს. აქ მთავარი შემოსასვლელი. ნახე ამ ხელა სივრცეა. უზარმაზარი სივრცეა მართლა და რამ ხელა მილებია. საღებავი ნახე ბიჭო. ბიჭო დიდი ალბათობით რა იქნებოდა იცი ნახე. ზემოთ დიდი მილები ხო ჩანს. ხო. და ეგ მილები ნახე ორივე შედის მანდ მაგ ადგილას. რაღაც ის გაგრილების სისტემა არის თუ რა არის არ ვიცი. ეს იქნება აი რაც თქვი ჩაცემენტებული ამას ვეღარც გამოძრავებ. ხო. საკრიტა ატკრიტა. გახსნა და ჩაკეტვა რა. რუსკი ბიზნეს და ნახეთ რამხელა მექანიზმია რომელიც ამუშავებდა ამ კარებებს. აქ რამხელა დირიკა ბიჭო ეს რა. ეს ალბათ იქნებოდა საევაკუაციო გამოსასვლელი რა. რომე კარები ჩაკეტილიყო პირდაპირ აქედან გამოვიდნენ. ალბათ აქაც რაღაც პატარა კარები იქნებოდა დამაგრებული, რომელიც დიდი ალბათობით მოპარული აი. კი. ჩარჩოები აქ არის. შევედით? კი, შევედით. ნახე ბიჭო რა საღებავი ქონდათ ხადაობ. წარმოიდგინე რამდენი წელი გავიდა ესე ხო? წარწერებიც კი დღემდე რო ჩანს. ვაიმე. ვაიმე. რამ ხედა სივრცეა ბიჭო. ეკოსისტემა. აქ დიდი ალბათობით რაიმე ღირებულის ნახე რა მაგარი პარკეტია თუ რა არის ეს. რაიმე ღირებულის საცავი იქნებოდა დიდი ალბათობით. ბიჭო ლაბორატორია ან რაღაც ხო არ იყო, იმიტომ რომ აი ნახე რაღაცა საყრდენები არის რა. რაც ტექნიკა ან მექანიზმია რაღაც ეგეთი იქნებოდა აქ. ბიჭო ძალიან მაგარი ფილები არის და დიდი ალბათობით ლაბორატორია ან რაღაც მასწი იქნებოდა დიდი რა. შესაძლებელია. ეხლა ვერ დამაჯერებ, რომ ამის უკან რაღაცა საიდუმლო შესასვლელი არ იქნება. ბიჭო, თამაშებიდან გამომდინარე ძმაო ეგეთი რაღაცები ნანახი გექნება თამაშებში. ან უნდა გაეკეთებიან და აღარ გააკეთეს. გეხვეწები ფანარი ჩააქრე. ამას უყურეთ. მე მაქვს ფანარი ანთებული ახლა ტელეფონზე და ეხლა ძალიან უცნაურია ბიჭო. წარმოიდგინე რამდენი ფული არის ახლა დახარჯული ამ ოთახში, თქვათ. ის კარებები, ეს ფილები, ყველაფერი და უცბად რომ მიდიან და всё ფეხებზე კიდიათ. ნახე აი რა ლამაზი ფილებია, წარმოიდგინე. მაგრათაა შემონახული რა მაინც. თუ ავიდეთ მეორე სართულზე და ვნახოთ რა გველდება მაღლა. ძალიან საინტერესოა. როგორც ხედავთ ესეთი კიბეები მოყვება და ძალიან ჩაღუნულია. ჩაღუნულია საკმაოდ. ხედავთ ავიდეთ. აქაც როგორც ხედავთ შემონახულია ჩვეულებრივად უზარმაზარი მილები. რამხელა მილები. აქ ჩვეულებრივად შევეტევი ძმაო. აქ ალბათ რაღაც მექანიზმები იყო და აქედან აკონტროლებდნენ სუჩებივით იქნებოდა. აქ იყო გენერატორი, რატო იცი? ეს პრუჟინები გენერატორ ვიბრაცია რო არ ქონოდა რა. მაგის გამო ეს ანუ ანეიტრალებდა რა. აქ მოკლედ ყველგან მოწყობილობები იქნებოდა დიდი ალბათობით, იმიტომ რომ სხვა რა ვიცი რა უნდა იფიქრო. ესეთი განკუთვნილი ოთახები ქონა.
ვენტილაცია დიდი ალბათობით. საკმაოდ საინტერესოა. იქთაც დიდი ალბათობით ვენტილაციის მონტი იქნებოდა. აირის გატანა, შემოტანა. ვარ გადახურებული იყო რა. საინტერესო ბიჭო. რამხელა ისტორიას ინახავს ეს კედლები. ხო. აგდო. ბიჭო. ზომით პატარა რო იყო დიდი სიამოვნებით შევძრებოდი და განახებდით რა არის. რა სამწუხაროდ გავსუქთი. დილა. ვაა. ეს რაღაც მილებია შეგით. რომელსაც არ ვიცი საიდან მივიწოდებით. ალბათ რომელიღაცა ოთახიდან შედის. არა, ყველაფერი გამქრალია ბიჭო რა. რა შემოინახავდნენ. ბიჭო ვირას დაგიტოვებს ზემოთ ხო? წაიდებდნენ მაგ ყველაფერს. და საშინელი ნესტის სუმის დგას ყველგან. დილოთ ვეც ბიჭო. ეს ხო საჰაერო მილებია და წყალი ჩამოდიოდა ამაში. კი. და მაგის გამო ნესტის სუმი. პირველი ვაახ, რა იყო? ამას უყურე. რას? ფეხი რო დაგვიხმა იყო. ბიჭო მან არ შეხვიდი. რატო? გამოძრავდა ვერ დაინახე? ხმა იყო რო შევედი. გამოძრავდა ფეხს რო ადგავდი მოძრავდა ბიჭო არ ჩაინგრეს. ვერ ხედავ? მოდი აი მე დავადგავ ფეხს ყურა. კი. მეც რო დავადგი მოძრაობდა. იღუნებოდა. მოკლედ ესეთი ოთახია. აქ გავისწავ ჩესხოს, იმიტომ რომ ფეხი დავდით თუ არა ჩაიღუნა. აქ ნახე. შეფუთული იყო ეს. ესეთი მილები გვაქვს აქაც და აქაც იგივე სიტუაცია, უკა ჩობია გავიდეთ. აი რა არის საინტერესო იცი? აქეთ არის ესეთი შესასვლელი რა. რა ვიცი მედია ჩანს ყველაფერი. მე პირადად ვერ ხედავ, მაგრამ ეხლა რო ვიღაცამ ტელეფონი გამომართვეს. იხარე რა გიგლას. მოვინახულოთ ბუნკერი მთლიანად. ყველა ადგილას ვიყავით რაც შეიძლებოდა და ახლა გადავყავთ სხვა ადგილას და ნახავთ სხვა ბუნკერსაც. იმედი მაქვს ვიპოვით და როგორც ხედავთ, ხო, გარეთ ფნელდება და საკმაოდ რთული იქნება პოვნა. მალე ვეღარ დავინახოთ ვერაფერს დარწმუნებული იყავ მაგაზე. ეხლა დავიძრებით და რაიმე საინტერესო თუ ვიპოვით განახით. აი მეგობრებო, მავთულ ხლართები და ესეთი ადგილებია რა, ჩასავარდნები. გარეთ და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ უკვე ჩამობნელდა და ჭირს უკვე მხედველობა. წამობა იქით მოვინახულთ ერთი რაღაცა ადგილი თითქოს. ბიჭო, აქ რაღაცა ეს არის, ჩასავარდნებითა ნახე. შეხედე ბიჭო. რა საინტერესოა. ნახე, იქიდან როგორ დაცერავება არის და დაღმართი მოდის და პირდაპირ აქ აუზივითა, არ ვიცი. შეიძლება აქ, ხო. აუზივით ყოფილიყო რა. ყველგან წყალი წვეთავს და გეგონება რაღაც ხმა არის რა. ვიღაცან რაღაცა არისო. ასევე მეგობრებო, წინა ვიდეოში დაგვიწერეთ, რომ შეიძლება ნაღმები იყოსო მანდო, ძალიან ფრთხილად იყავითო. ამიტომაც ესე ვრისკავთ რა და დალაიქეთ რა უეჭველი და 10000 ლაიქზე ავიყვანოთ ეს ვიდეო და უფრო სიგიჟეებს გადავიღებთ კვირდებით. გადმოვინაცვლოთ მეგობრებო ერთ-ერთ ანგართან. სამწუხაროდ სამწოდე გქონდა და დაგვჭა სახლში, რა თქმა უნდა. ხო, ვისი ბრალი იყო, არ ვიტყვი. ვიყიდეთ ეხლა სასკები რაღაცა ისა შევწავთ. ეხლა დავანთებთ ცეცხლს და კარგად დავნაყდებით. მოკლედ ძალიან ბევრი ვიწვალეთ. ასული ვიყავით ახლოს სოფელთან, რაც იყო. ყველგან შემოვიარეთ, გავიკითხეთ, რავი, იმდენი ხალხი შევაწუხეთ, ვისაც წვადი ქონდა. რავი, ქუჩაში ბევრმა გამოწერმა გვიცნო. დაგვეხმარნენ თუ უყურებთ ბიჭებო, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი პატივი გქცეს, მაგრამ სამწვადე ვერ ვიშოვით, არავის არ ქონდა აბსოლუტურად. ყველას გაყიდული ქონდა ან აღარ ქონდათ ხორცი საერთოდ. ამიტომ მონადირის სოსზე მოვიტანოთ ზეხვი რა. აქ ხეს ვერ ვიშოვით, ამიტომაც ეს ბედბოი წალამი ვიყიდეთ. წალამი ვიყიდეთ.
მეგობრებო, ერთ-ერთი ანგარი დაგვთვა ღია. ძალიან კაი იდეა რომ აქ შევიდეთ და კარავი აგავშავთ, იმიტომ რომ საშინელი სიცივე იქნება და შიგნით წეს თბილად ვიქნებით. რა კაი ნიავიც რეალურად ხო და მანქანა მოდის. ო კი. თანჩქარა მოდის. და ვერ დავატეთ. მეგობრებო, გაგფაქტეს. სამწუხაროდ ეხა ვიღაცა ემოდიან. მოდი ხوار ჩავალაგეთ ხوار. დაგვადნე მეგობრებო. ჩვენთან მოვიდა. ვინ არის არ ვიცით. დაიჭირე. რა. ო. მოიჯეს. კი. იგნახე, მაგრამ მეორდეს. მომერც. მოდი ხაგა დაგიმაღალე. კარგად, აბა, კარგად. მეგობრებო, ჩვენი გამომწერი აღმოჩნდა მოკლედ. ძალიან გამიხარდა. მოკითხვა აქედანაც, მოკლედ ძალიან შეგვაშინდა. ძაღლიყებს უცბად რაღაც სიტუაცია იზამებო და მანქანა გამოჩნდა თან რომელიც ჩქარა მოდის რა. ძლივს ავანთეთ ნორმალურად ცეცხლი და ეხლა ამ სოსისებსაც შავწვავთ. წამოსვლისას ჭამეთ. იმის მერე არ გვიჭამია და ხო. კაიფით მოგშვიდა რა. სამწოდე როგორ დაგვრჩა. კაი ხალხი შეგვხვდა, ყველაფერი გვირჩიეს, დაგვეხმარნენ. და ყველა ჩვენი გამომწერი აღმოჩნდა რა. ძალიან სასიხარულოა. მე მგონი ხა საჭმელზე მეტად სიტყვა მისწორდება. ვიმე. ხო არა ვალდო. ძალიან გემრიელია. მაგარია. რა ტრადიციონალია რა, მაგრამ არ ჩამოვარდება რა. ახლა შევჭამთ, შიგნით კარავს გავშლით, განახერხეთ პროცესს, თუ სად ვრჩებით, როგორ ვრჩებით, როგორ მოვეწყობით, ცივა, არ ცივა, ამ შემდეგ ყველაფერს გაიგებთ რა. ახლა შევჭამთ და დაგიბრუნდებით. დავწვით მეგობრებო, როგორც ხედავთ, კარავში ვართ და საკმაოდ სითბოა, არ ველოდი ესეთ სითბოს სიმართლე გითხრათ რა. ეხლა დავიძინებთ და იმედი მაქვს ვერაფერი ვერ გაგვაგვიძებს რა. ტურა, შმურა, გელი რაღაცები არ გაგვიძის იმედი. როგორც გავიგეთ, მელიები, კლები, ტურები, ყველაფერი აქ ჩამოდის ძალიან ხშირად რა. ხო. ამიტომაც შიგნით იმედი არაფერი არ შემოვა და მთელი ღამე უდარდელად ჩაივლის. თუ რამე მოხდა, დაგიბრუნდებით შუა პროცესში, თუ არა და უკვე დილას გავუგვიძებთ და დილიდანვე ჩაგერთობით რა. აბა, ადიოს მუჩოჩოს. მშვიდობიანი ხარ. როგორც იქნა გავუგვიძეთ, ნუ აქამდეც გავუგვიძეთ, აქ არის სადღაც 9 საათი რა. ძალიან კარგად გვეძინა სხვათაშორის. ზოგჯერ შეგვაცია გავგვიძა, მაგრამ მე ჩაგვეზგეს. როგორც ასეთი საკაიფოდ გვეძინა რა. ღამე უამრავი ცხოველი სხვა მისმოდა. კაცებელის, ფრინველის, რა ვიცი. დაჟე ახლოს იყვნენ ჩვენთან. აქ არის გასასვლელთან მოპყინული რა და ყინულების ხმა გავიგე სადღაც 10 მეტრში. აი აბიჯების ხმა. ხო. აი რო ტყდება ყინულები რა ზედროდადის 1000 რაღაც ხმა ისმოდა რა. ახლა ნელ-ნელა ავდგებით, გავემზადებით და წავალთ სახლებისკენ რა, თორე ძალიან დავიღალეთ. თან საკაიფოციო. ეგა რა 24 საათი შესრულებულია, ჩელენჯი შესრულებულია და ავიდეთ ამ ვიდეოზე 10000 ლაიქსი რა. ძალიან გაგხარდება. კიდაცვალეთ და შემოვიშვით. ავდგებით ახლა და დავიკვირდებით. და გზიდან დაგიბრუნდებით უკვე.
ოფიციალურად დაინოკა ეს ჩელენჯი. გილოცავთ. გადაციც რავი ძალიან მაგარი იყო და პირობა მთავარია შესრულებულია რა. კი. ავედით 5000 ლაიქზე თუ არა, ეგრევე დავიგეგმეთ, წამოვედით და ეს ვიდეო ვავიყვანთ ახლა 10000 ლაიქზე რა. მიალაიქით. აბა რას თქვი, როგორი გამოცდილება იყო? მაგარი, მაგრამ ღამით გავიყინეთ, ძალიან გავიყინეთ, აი ისე გავიყინეთ, რომ თქვენ გამოეგეს, თქვენ გამოგადავიღეთ ეს ვიდეო. თქვენ გამიგავიყინეთ, შემოვაწერა იმედა. თქვენ გამოჩამოეთ, თორე ისე შანსია რა ამ დროს. ხო, ანუ დასათვალიერებლად არის ძალიან მაგარი ადგილი, მაგრამ აი რომელი არანორმალური არჩევა 24 საათი ანგარში, მიტოულ ანგარში. ეგეც ვიდეოს პონჩი რა. და თუ გინდათ კიდევ ესეთი სიგიჟე ვიდეოები, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი და კომენტარებში დაგვიწერეთ თუ იცით რამე საინტერესო ადგილი და იქაც მივალთ დავაცვალიერებთ და თუ შესაძლებლობა 24 საათსაც გავჩერდებით რა. არ უშინდებით ჩელენჯებს და არც თქვენ შეუშინდეთ არხის გამოწერას. წუხელ ასევე გავიცანით უმაგრესი ადამიანები, აი ისეთი ადამიანები, რომ უკვე ჩავზმაგაცდით რა. ხო. მოკითხვა აქედანაც ბიჭებს. ყველა გამომწერს, ვინც შემხვდა. ძალიან გულიანი ხალხი ხართ და გაფასებთ მოკლედ რა. მოკლედ გაგვიბედნიერეს ჩვენი აქ ჩამოსვლა რა. ახლა კი ჩვენ ჩავჭდებით მანქანაში და დავიძრებით უკვე სახლებისკენ. უმესმალობა ვინც უყურეთ ვიდეოს, შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰე.